საქართველოში 20 თვიანი მუშაობის შემდეგ ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი რობინ დანიგანი თანამდებობას ტოვებს. საელჩოს მიერ 5 ივნის გავრცელებულ განცხადებაში ის ამბობს, რომ გადაწყვეტილება პირადად მიიღო და მისი გაწვევა შტატების მთავრობას არ მოუთხოვია. მას შემდეგ, რაც როგორც დიპლომატი შეერთებულ შტატებს 33 წლის განმავლობაში წარმოვადგენდი, მივიღე პირადი გადაწყვეტილება გავიდე პენსიაზე. საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩად ყოფნა ჩემი კარიერის უდიდესი პატივი და პრივილეგიაა. მე სამუდამოდ ვიამაყებ იმ მნიშვნელოვანი საქმით, რაც გასწია ამერიკის მთავრობის შესანიშნავმა გუნდმა, როგორც ვაშინგტონში, ისე აქ, თბილისში, ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოში, ჩვენს ქვეყნებსა და ხალხებს შორის პარტნიორობის გასაძლიერებლად. ეს სრულიად პირადი გადაწყვეტილებაა, ჩემი გაწვევა ჩემს მთავრობას არ მოუთხოვია. დღეს როგორც არასდროს დარწმუნებული ვარ, რომ მის ძირეული ღირებულებები, რაც ამერიკელებსა და ქართველებს აერთიანებს, უზრუნველყოფს ჩვენი განსაკუთრებული პარტნიორობისა და მეგობრობის გაგრძელებას. მე განვაგრძობ და უღალავ შრომას ჩვენ შორის კავშირების გასამყარებლად, სანამ ივლისში საქართველოს დავტოვებ. ვიდრე რობინ დანიგანის გადაწყვეტილება გახდებოდა ცნობილი, ირაკლი კობახიძემ ვაშინგტონთან ურთიერთობის გადატვირთვის მნიშვნელობაზე კიდევ ერთხელ ისაუბრა. ძალიან დამაიმედებელია ამერიკის შეერთებული შტატების ახალი პრეზიდენტის გზავნილები ამ თვალსაზრისით, რომელიც ხაზს უსვავს მშვიდობის მნიშვნელობას და იმედი მაქვს, რომ ახალი ადმინისტრაციის პირობებში, პრეზიდენტ ტრამპის ადმინისტრაციის პირობებში უფრო მეტად იქნება მსოფლიო მასშტაბით ახალისებული მშვიდობა. ჩვენ რა თქმა უნდა მსად ვართ თანამშრომლობისთვის ყველა იმ სახელმწიფოსთან, მათ შორის ყველაზე სახელმწიფოსთან, რომელიც არის ორიენტირებული სწორედ მშვიდობაზე, ეკონომიკურ განვითარებაზე და მეტი კეთილდღეობის უზრუნველყოფაზე საკუთარი ხალხებისთვის. საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის თანამდებობიდან წასვლას მოჰყვა პოლიტიკური გამოხმაურებები. დიპლომატის საქმიანობას ქართული ოცნების წევრები უარყოფითად აფასებენ და ამბობენ, რომ სახელმწიფოთა შორის ურთიერთობების გაჯანსაღებისა და გაუგებრობის აღმოფხვის მხრივ მან დაკისრებული პასუხისმგებლობა ვერ შეასრულა. მისი წინამორბედის მიერ გაფუჭებულ საქმეს ქართულ-ამერიკულ ურთიერთობებში მას შეეძლო დადებითი როლი შეესრულებინა. სამწუხაროდ ეს შესაძლებლობა მან ვერ გამოიყენეს. საფუძვლიანად თუმცა კიდევ ერთხელ წარმატებები მინდა უსურვო პენსიაზე, მაგრამ მგონია, რომ ის მისია, რაც მას ჰქონდა და ზოგადად ელჩებს აქვთ, ეს არის სახელმწიფოთა შორის ურთიერთობების გაჯანსაღება, იმ გაუგებრობის აღმოფხვრა, სამწუხაროდ მან ეს ვერ შეძლო. მოდი ეს ვთქვათ. დაულოდებით ახალ ელჩს და დარწმუნებული ვარ, ჩვენი ის მესიჯი, სამთავრობო მესიჯი, რაც არის, რომ ჩვენ მზად ვართ ახალი ფურცლიდან დავიწყოთ ასე ვთქვათ, ქართულ-ამერიკული ურთიერთობების დაწყება ძალაშია. რობინ დანიგანის წასვლას განსხვავებული შეფასებები მოჰყვა ოპოზიციურ ფლანგზე. მმართველი პარტიის ოპონენტები ქართულ-ამერიკული ურთიერთობების გაუარესებას არა დიპლომატის საქმიანობას, არამედ ქართული ოცნების პოლიტიკას უკავშირებენ. კაფეო იყო, რომ როდესაც ქვეყანა შეწყვიტა სტრატეგიული პარტნიორობა ამერიკასთან და ევროპული ინტეგრაციის პროცესი, ის ადამიანები, მათ შორის ქალბატონი დანიგანი, რომელიც აქტიურად იყვნენ ჩართულები ცდილობაში, რომ ეს პროცესი არ შეჩერებულიყო, იყვნენ თავდასხმის სამიზნე და ძალიან სამწუხაროა და ნამდვილად არის სამარცხვინო, რომ ჩვენი ეგრეთ წოდებული ხელისუფლების წარმომადგენლები, დე-ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლები ასე არღვევდნენ ყველა დაწერილ თუ დაუწერელ კანონებს, მithumetes ახლა სტუმართმასპირებლობის დაუწერელ კანონს, რომელიც ჩვენ ქვეყანაში ყოველთვის იყო დაცული საუკუნეების მანძილზე. მას მოუწია რთულ პერიოდში მუშაობა ჩვენს ქვეყანაში და გული მწყდება, რომ ქართული ოცნების პოლიტიკის შედეგად სწორედ ამ დროს დაემთხვა სტრატეგიული ურთიერთობების შეჩერება ფაქტიურად ამერიკის შეერთებულ შტატებთან. მნიშვნელოვანია, რომ ახალი ელჩის კანდიდატურის განხილვა და დამტკიცება ვაშინგტონში დაემთხვევა მეგობარი აქტის მიღების პროცესებს, სავარაუდოდ თუ ეს პროცესები სწრაფად წარიმართა, ელჩის დამტკიცებას გულისხმობ, რაც არის ჩვენთვის შესაძლებლობა, რომ აქტუალიზაცია მოხდეს საქართველოს საკითხის ვაშინგტონში, იმიტომ რომ ჩვენ ვიცით, რომ ქართული ოცნების პირობებში საქართველო უპატრონოდ არის დატოვებული ვაშინგტონში და ჩვენ დღემდე მაგალითად არ გვყავს ელჩი ვაშინგტონში დანიშნული. საქართველოში დიპლომატიურ საქმიანობას რობინ დანიგანი 2023 წლის 12 ოქტომბერს შეუდგა. თანამდებობაზე ყოფნისას მმართველი პარტიის წარმომადგენლები მასსა და ამერიკის საელჩოს საქართველოში ეგრეთ წოდებული მეორე ფრონტის გახსნის, ასევე ეგრეთ წოდებული რევოლუციური სცენარის განხორციელების მცდელობებში ადანაშაულებდნენ. რობინ დანიგანის ელჩობისას საქართველოს ხელისუფლების ანტიდემოკრატიული ნაბიჯების გადადგმის მიზეზით შეჩერდა თბილისსა და ვაშინგტონს შორის 2009 წელს გაფორმებული სტრატეგიული პარტნიორობა. ამის მიუხედავად დიპლომატი არაერთხელ ამბობდა, რომ მნიშვნელოვანი იყო ორმხრივი ურთიერთობების აღდგენა. პოზიციას ქართული ოცნების წარმომადგენლებიც იზიარებდნენ, მათ შორის პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, თუმცა წინაპირობად ეგრეთ წოდებული Deep State-ის დამარცხებას ასახელებდა.
28 მაისს ცნობილი გახდა, რომ ქართული ოცნების საპატიო თავმჯდომარემ ბიძინა ივანიშვილმა ელჩ რობინ დანიგანთან იმ შეხვედრაზე თქვა უარი, სადაც ტრამპის ადმინისტრაციის გზავნილი უნდა მოესმინა. უცნობია, ვინ ჩაანაცვლებს რობინ დანიგანს საქართველოში ამერიკის ელჩის თანამდებობაზე, ან რას უკავშირდება დიპლომატის გადაწყვეტილება წასვლის შესახებ. დიპლომატი განმარტავს, რომ პენსიაზე გადის, თუმცა გეოპოლიტიკაში ასეთი გადაწყვეტილებების მიღების დრო ყოველთვის კითხვებს აჩენს.